ბატონებო და ქალბატონებო, რადიო სივრცის ეთერშია 98.5 სხვათაშორის ეთერშია ჯაპანას პაპანაკება გადაცემა. უფრო ეს ამბობენ ხომ იმას ჯაპანას პაპანაკება და დღეს მე სტუმრები მყავს ისეთი რომ აი როგორ გითხრათ რაღაცა პირველად გაიარეს რეპეტიცია ერთად ორმა ადამიანმა ჩემმა ორმა არაჩვეულებმა სტუმარმა და ესე იგი ყალზე მიდგას თმები ისე ვარ შემოსული ჟრუანტელმა დამეარა ისეთი სტუმრები მყავს რომ აი რა გითხრათ ბატონებო და ქალბატონებო აი დაგველოდეთ და ყველაფერს ნახავთ. არაჩვეულებრივი შაბან მამედოვი და ჩემი არაჩვეულებრივი გოგო, რომელსაც მე ვიცნობ უკვე რამდენიმე ხნის უკან გავიცანი, ასევე გავიცანი შაბანიც, მაგრამ მინდა მარიამ ერქომაიშვილი წარმოგიდგინოთ, კიდე ჩემო კარგებო. ეს არის ყველა მოგე კარგად იცის, ეხლა მართალი გითხრათ, მე პირველად ვერ გავასწრებ უკვე მაყურებელს, მე ეს უნიჭიერესი ადამიანი ერთად არის დღეს ჩემი სტუმარი და ჩემთვის არის უზარმაზარი პატივი ამათი სტუმრობა ჩემო კარგო. ეხა შაბან, როგორ გააკეთეთ ეხლა ერთი თქვი და გეხვეწები როგორ თქვი რა ერთი რა, ემანა, მიდი. ეთერშია ჯაპანას პაპანაკება. აი რას ნიშნავს მუსიკალური როა, ყური რა, აი ზუსტად ართხავს რა. გენაცვალეთ მე თქვენ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, შემოგევლოთ ჩემი თავი. მე ვარ უბედნიერესი კაცი, რომ დღეს თქვენაირი უნიჭიერესი ადამიანები, ახალგაზრდები მყავს სტუმრად და ეს ნუ არ ვიცი, აი საოცრება ხდება. ესე იგი, აქ არის, აქ გვაქვს ნიჭის სახლი გვაქვს დღეს აქ რა, რო იცოდეთ რა ბატონებო და ქალბატონებო და იყავით ჩვენთან ერთად ერთი წამითაც კი არ იფიქროთ რომ გადართოთ სადმე. ეხლა დავიწყებ, როგორც ვიწყებთ ხოლმე. მოდი მარიამი ეგ დღეს ეხა არ მიწყეს და დავიწყებ შაბანით ჩემო ბატონო მაშინ და მე შენ თქვენთან გადმოვალ შენთან ესე გეტყვი შენობით ვილაპარაკოთ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ნოდარდობაზე თურმე გადაბულბულებული აქვს აგერ ამ კაცს აზერბაიჯანელ კაცს ქართველებს არ აქვს საკითხული ძალიან ბევრს და გადაბლე რა მნიშვნელობა აქვს ვერიდან რამდენი წლის ავართო შენ ხო იყავი ჩემი ხლისო და ხო და მეც ვიქნები შენი ხლისო და ასე რომ ერთი ვართ მაინც შემოკარგებო რა მთავარია რომ ესეთი ნიჭიერები მყევხართ ეს არის ჩემთვის უბედნიერესი რა შაბათ ჩემო კარგო მინდა რომ ეხლა დღეს განსაკუთრებული აი რაღაცნაირად ისე ვარ აჟიტირებული და აი ესე ვარ რა გახარებული ვარ მიხარია რა ეგეც სტუმრები რა გავაკეთო ეხლა რა და მინდა რომ თავი დავიწყო იქიდან რომ აი ყველაფერი მაინც ბავშვობიდან იწყება შაბან რა და აი როგორ მოხდა ეხლა ის შენ მაინც ყველას აი ეხლა ჩემს მენელსაც აინტერესებს რომ აი რანაირად დაიწყო შენი მუსიკალური აი ასე ვთქვათ ეხლა მე ვიცი რომ მამამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ამასთან დაკავშირებით ისიც ვიცი რომ მიატოვა მაგალითად სამსახურიც კი რომ რაღაცნაირად მე ჩვენ ასე ვიცით ასე მომაწოდა პროდიუსერმა რომ სამსახურიც კი მიატოვა ერთი პერიოდი და აბსოლუტურად გადაერთო როგორც კი მიხვდა ვისთან კონდა საქმე შენი სახით ნუ ეხლა მაგრამ ამას ხო დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ნიჭის აღმოჩენა არის საჭირო, გამოაჩინო შვილში რომ მას ნიჭი აქვს და მე იმის განვითარებაზე უნდა იზრუნო, ხო? თავისთავად ხალია. ხო და აი როგორ მოხდა ეგ ამბავი ჩემო კარგო მითხარი, შემოგევლოთ ჩემი თავი. მოგესალმებით პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოწვევისთვის ნამდვილად ბედნიერებაა პირველ რიგში თქვენს ეთერში და მე აი ესეთი უნიჭიერესი მარიამი რო ყავს დღეს და გვამშვენებს და აქაურობას რო ამშვენებს ნამდვილად თავისი ნიჭიერებით და თავისი სიმღერით მარიამზე აუცილებლად ვრცელად ვილაპარაკებ აუცილებლად საჭიროც არის რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას მუსიკასთან ეს ყველაფერი კი ბატონო ბავშვობიდან დაიწყო 6 წლის ასაკში დავიწყე რაღაც პატარა სათამაშო ინსტრუმენტზე ვითომ რაღაც მელოდიის აწყობა რა თქმა უნდა არაფერი გამომდიოდა იმიტომ რომ არ მქონია რაიმე სახის მუსიკალური განათლება და სწორედ აი ეს ინტერესი შეამჩნია ჩემმა ოჯახმა განსაკუთრებით მამაჩემმა და მოკლედ აქედან დავიწყეთ ჩვენი მუსიკალური მოკრძალებული კარიერა შევედი პირველად მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ჩემს უზირფასეს პედაგოგთან ამირან ნასყიდაშვილთან და აი აქედან უკვე დაიწყო როგორც დავადიტყო და ავიდა სცენაზე და მე აღარ ჩამოვიდაო და მამაჩემმა ნამდვილად კი, როდესაც უკვე ვიწყებდი საერთაშორისო კონკურს ფესტივალებზე გასვლას, მიატოვა არა მარტო სამსახური, არამედ ვიტყოდი სამხედრო სამსახური. ეს კაცი იყო კაცი, რომელმაც 19 წელი მსახურობა გაუწია საქართველოს არმიას, საქართველოს ჯარს. აი ეს სამსახური მიატოვა ამ კაცმა. ვახში გენაცვალე. მერცმა გაუმარჯოს. უნდა მიატოვო ეგეთ დროს. უნდა მიატოვო რა. ეხა არა, ნუ ეხა ამაზე დიდ საქმეს რას გააკეთებ და მართლა ჩემო კარგო, რაც ეხება შენ არზდას რა, მართლა იგი. ხარდაჭერა ოჯახის მქონე. აბა რა, და თან პატარო, შენ პირველი კლასიდან მოხდა ეს ამბავი, პირველი სცენაზე ახვედი დაახლოებით რამდენი წელი? 6 წლის ვიყავი. აჰა, 6 წლის ვიყავი რა ახვედივი. ესე იგი, ნუ თავიდანვე მოგდევდა რა ეს ამბავი რა. ვუნდერკინდი იყავი, ესე იგი, გამოდის რომ ფაქტიურად ვუნდერკინდი იყავი, იმიტომ რომ ენა ქართულიც უსავლია ერთ თვეში. ეხლა ერთ თვეში როგორ შეიძლება ეხლა თან გამართულად
მე პირველად ეხლა ეს კაცი რომ მოვიდა ჩემთან გადაცემაში, მოდიდა იმპერიაში, ხო მე ვიფიქრე ალბათ ეხლა რა გაუჭირდება, რომ დაიწყო ლაპარაკი, საერთოდ გავჭუბდი, მეთქი ამან ილაპარაკოს, მეთქი მე გავალ, მეთქი საერთოდ რა, იმიტომ რომ არა, ესე გამართულად თან ეხლა ძალიან ბევრ ქართველს არ შეუძლია ესეთი ლაპარაკი როგორც ამას. იმიტომ რომ ამას კიდე თავისთავად ცხადია რომ ჭირდება ლექსიკა, მარაგი ჭირდება სიტყვის ელემენტარულად და ეს მარაგი გააჩნია ქართულად კითხულობს ადამიანს. ნუ ინტელექტი უნდა რა მოკლეს ეხლა ყველაფერს. იმ სიმღერასაც ჭირდება ინტელექტი. ეგრეა მარტო ნიჭი არ არის. ეს ყველაფერი სიმართლე გითხრათ, ჩემი სკოლის დამსახურებაა. აბსოლუტურად მართლა, იმიტომ რომ როდესაც სკოლაში შევედი, ერთი სიტყვა არ ვიცოდი ქართულად. აი რომ ეკითხებოდნენ რა გქვია, ვერ პასუხობდი, იმიტომ რომ ელემენტარული, არ ვიცოდი არაფერი, რა უნდა მეპასუხა, ხო? ელემენტარული კითხვა რა გქვია. შესაბამისად, სკოლაში უკვე განაპირობა ყურის შეჩვევა, მე 202 უსინათლო და მცირე მხედველთა საჯარო სკოლა მაქვს სამთავრებული და აი ამ სკოლა პანსიონში მოხდა ჩემი ყურის შეჩვევა ქართულთან და როგორც ამბობენ ერთი თვის თავზე უკვე ბაკურმაც თავის იქნა ეხა ეგეთი ყური ერთი თვის თავზე უკვე თავისუფლად ვსაუბრობდი ქართულად როგორც სიტყვა მე რო გავიაზრე უკვე ვსაუბრობდი და ეს ერთ თვეში მოხდაო ამბობენ ერთ თვეში მოხდებოდა იმიტომ რომ უნივერსალური სმენა გაქვს ეგ არის რა მაგას სმენა ხო ჭირდება რა დამახსოვრება უნდა კიდე სმენა და კიდე დამახსოვრება მახსოვრობის უნარი ნუ ალბათ ეგრე ხდება იმიტომაც მოხდა ესე ადვილად რა ეხა ეხა ჩემო კარგო მარიამ გეტყვი ერთ-ორ სიტყვას შენ ეხა რო იცოდეთ ბატონებო და ქალბატონებო მარიამ ერქომაიშვილი ეხა გვარი მოგიხსენებათ უკვე თავისთავად ცხადია და გაიფიქრებდით კიდევაც ალბათ ეხა ვინც არიცით უკვე შეიძლება ვიღაცებმა უკვე იცით იმიტომ რომ ეს ქალბატონი უკვე დიდი ხანია უკვე რამდენი კონკურსშიც აქვს მიღებული და ძალიან მაგარი მომღერალია, აი როგორ გითხრათ, აი საოცარი რა და მე გეტყვით რომ ეს არის შთამომავალი დიდი ბუმბერაზი ადამიანის აზორ ერქომაიშვილის. აი საოცარი კაცის მე წლების უკან, ძალიან ბევრი წლების უკან, სანამ ცოცხალი იყო მაშინ და ერთმა გაანათლოს მისი სული, მაშინ ვიძახდი რომ ეს ისეთი კაცია მეთქი. დიდი წლების უკან და ეხა უკვე არის ლაპარაკიო, შენ სანამ შემოვიდოდით მითხარი რომ თუ არ ვიცით ეხა ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ რომ წმინდანად საპატრიარქო უნდა დაფიქრდეს ამაზე. ამ კაცმა რაც ამ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა, ნუ აი პირდაპირ შეიძლება ვთქვა რომ ამაზე უკვე უნდა დაფიქრდეს როგორც ექვთიმე ტაყაიშვილს ვეძახდი მე ქართულ ფოლკლორში ბატონ აზორს. და როგორც მოქალაქე ადამიანი არა ფოლკლორს მარტო მნიშვნელობა საოცარი ადამიანი იყო რა და ამაზე შეიძლება დაფიქრდეს ალბათ და დაფიქრდებიან დარწმუნებული ვარ რა. მე მარიამ მინდა გითხრა შენ რომ აი შენ როგორ დაიწყე აი დაწყება შენი ბავშვობაც როგორ იყო რა ურთიერთობა ქონდა ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ანზორს თუ შენით დაიწყე და მერე წამოგეშველა თუ როგორ მოხდა აი მითხარი შემოგარგო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პირველ რიგში თქვენს გადაცემაში მოსვლა და შემდეგ აი ამ არჩევლებრივ მომღერალთან ერთად გვერდში ჯდომა სიმღერა მით უმეტეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც დამიკავშირდით და ესეთი ამბავი მახარეთ ესე ვთქვათ. გენაცოლე პირიქით დიდი პატივია ჩემთვის. რაც შეეხება ჩემი მუსიკის ესე ვთქვათ დაბადებას ძალიან პატარა ვიყავი ალბათ რო დავიწყე სიმღერამ და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ანზორი ბიძიას. თავიდანვე დიახ, იმიტომ რომ ანზორი ბიძიასთან მე რომ სიმღერა ვიმღერე, აი ესე მიყვებიან ხოლმე, რომ აი ესე ამას ამბობდა, იმას ამბობდა, იმიტომ რომ მე მაშინ იყავი რომ გიყვებიან რა. კი, იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს, მაგრამ რა თქმა უნდა ისეთი მომენტები მახსოვს, აი სადაც თავად ბატონი ანზორი მამეცადინებდა. ესე დაждდებოდა ფორტეპიანოსთან, მიკრავდა სიმღერებს და აი რაღაც აი პატარა დეტალებს ისე მიხსნიდა, მაშინ პატარა ვიყავი და აი ყველაფერს აი თავისებური მიდგომა ჰქონდა ყველაფერთან. მით უმეტეს ახლა მე ბავშვი ვიყავი და აი ისე მიხსნიდა ყველაფერს, რომ აი შემდეგ გაუცებული ვიყავი ხოლმე მართლა და ეს ხალხურ სიმღერებზეა ლაპარაკი თუ? არა, ხალხურ სიმღერებზე არა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა ხალხურ სიმღერებში მამეცადინებდა ანზორის და ალდონა ერქომაიშვილი. მაგრამ აი ანზორი ბიძია მიკრავდა ხოლმე აი ქართულ სიმღერებს, აი ჭრიჭინა და აი ეგეთი მსგავსი ლირიკული სიმღერები. თუმცა კი, კინოფილმები. უბრალოდ იმდენად პატარა ვიყავი, რომ აი მართლა არ მახსოვს, აი
საიდან დაიწყო ეს ჩემი მუსიკალური ცხოვრება, მართლა არ მახსოვს, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ რაც თავი მახსოვს მღერი. სულ მღერი და ის სულ ვღიღინებ აბსოლუტურად და ძალიან დიდი დამსახურება არის ეს ანზორი ბიძიასი. და ალბათ ეს გვარიდან გამომდინარეც მოდის, რომ მე დღეს მღერი და აი რაღაც სისხლში მაქვს და მუსიკის გარეშე უბრალოდ ფიზიკურად არ შემიძლია ყოფნა. რა მაინტერესებს? დედმამიშვილები თუ ყავს? დიახ, ძმა მყავს. ძმა რა შვება? როგორ არის? ძმა მღეროდა მართვეში. აჰა. ახლა 32 წლის არის. ახლა აღარ მღერის, მაგრამ აღარ არის ანსამბლ მართვეში. თუმცა რა თქმა უნდა სმენა ხმა აქვს და მღერით ხოლმე ერთად. ჭიქა მიოჭახულებ იმერებს არ პრობლემა. რაღაცა მინდა რო თქვა რა უბრალოდ. იგი სპეციალურად. რა დიდი სიამოვნება, როდესაც გაქვს შესაძლებლობა არა მარტო თქვა დაუშვათ ბატონი ანზორი, დიდი ფოლკლორისტი ანზორი, ეთნომუსიკოლოგი ანზორი ბიძია. აი მართლა საოცარი ეს ანზორი ბიძია, რამიტომ რომ იცით რა არის მარიამისთვის კი ბატონო ნამდვილად ანზორი ბიძიაა და მე ვფიქრობ სრულიად საქართველოსთვის იყო ის ანზორი ბიძიას, ვიღაცისთვის ანზორი პაპაც იყო, ვიღაცისთვის იყო ბატონი ანზორი, უბრალოდ ანზორი, მაგრამ კაცი რომელმაც მე არ ვიცი თუ ვინმეც გაუკეთებია მასზე მეტად ქართული სიმღერის გადარჩენისთვის რამე მე არ მეგულება მსგავსი ადამიანი. მართლა ამ კაცმა გადაარჩენა ხალხური სიმღერა. დღეს თუ ჩვენი იდენტობა, როდესაც ვახსენებთ და გვაგონდება და გვახსენდება ქართული ხალხური სიმღერა, ეს ყველაფერი ანზორ ერქომაიშვილის. გადაარჩინა, ფეხზე დააყენა და გაზარდა. რა თქმა უნდა. რაღაცა პატარა ბავშვით, აი ესე რო წამოაყენებდა, რო აი რო წამოზიდა, რო დააკაცებ, აი ქართული დააკაცა ქართული ფოლკლორი და ქართული სიმღერა შევოგადებით. თან რამდენი იბრძოლა ამისთვის და ეხლა მაგას აქ არ დაგვთ დილამდე უნდა ვიждეთ, მაინც ვილაპარაკოთ. მაგრამ მოდი ერთი რამე სხვა გვიმღერებთ ასეთი ბრძანება გასცა პროდიუსერმა იქიდან. რამე სხვა ბარებ რომ იმან კარგად იცის დროის გადადაწილება უფრო. ჩვენ ეხლა მაინც რეგლამენტი გვაქვს და სამწუხაროა თორე აი დიდი სიამოვნებით ვიждებოდი დილამდე თქვენთან ერთად რა მართალი გითხრათ. ისევ რამე გვიმღეროთ. რომელი შევასრულოთ, მაგრამ პირველი იყო. აჰა. თან ბატონებო და ქალბატონებო, მე მინდა ვთქვა რომ საერთოდ დარეპეტიცია, მაგაზე ეხლა ხადაობდით რომ რეპეტიციაც აი რეპეტიციაც ვერ გაიარეს, აი ისე არიან ეხლა თამოვიდი. მარიამმა ჩამიგდო, მარტო გამომიგზავნა თავისი ნამღერი, მე უბრალოდ დავყევი და აი ვიტყვი მე რატომ საერთოდ გადავწყვიტე მარიამთან და რა მიზანს ემსახურება. იმღერებდა პირველი რომ ერქომაიშვილია ჯერ მაქედან დავიწყოთ და მე ვიტყვი კი ვიმღეროთ ჯერ კი ბატონო კი შემოგევი აბა მოგისმენთ და მოგისმენთ პაყულებელიც მსმენელიც გულს რად მიგლა მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმატარებია მე ხომ გულით ვიხედები გულით ჩემი თვალებია გიჯო მე შესმედი ჯერ არავინ მყარებია შენ ჩემს გულში ხანჯლად გაგიტარებია ზამთარია მათოვს მაწვიმს შენ გიგაგიდარებია ეს ხომ შენი თვალებია გიჯო მე შესმედი ჯერ არავინ მყარებია სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯლად გაგიტარებია
ზღუში ხანჯლად დიდებულება ქვია ამას ბატონებო და ქალბატონებო დიდებულება ბოლოში დაბნეულებისგან ხმაც კი ვინც ეხლა შემოგვიერთით ბატონო ეს გახლავთ ჯაპანას პაპადახება გადაცემა და ჩემი სტუმრები დღეს არიან გეტყვით შაბან მამედოვი ჩემო გაგვიდო მარიამ ერქომაიშვილი რითაც მე ვარ აი აღფრთოვანებული ყოველთვის და ვიქნები რა კიდევ ერთხელ აი წეგან ვახსენე ერთი რაღაცა აბა თქვი ჩემო რატო გადავწყვიტე მარიამით რომ დამირეკა პროდიუსერმა ხო და რომ მითხრა რომ გიტარისტი გჭირდებაო ხო ეგრევე გამახსენდა მარიამ იმიტომ რომ როდესაც უსმენ მარიამს ხვდები რომ არა მარტო მღერის ხო შეიძლება კარგი ხმა ქონდეს შესაძლოა ნამდვილად გადასარევად მღეროდეს მაგრამ ვერ გემღერებოდეს საოცრად მღერის მართლა. აი რომ მღერის პარტნიორის თანადგომას მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რა. და როცა მღერის აი გრძნობა რომ რაღაც დინება, რომელშიც აი ესე მიდიხარ, რას გააკეთებს უნდა დაელოდო და უნდა რაღაცნაირად ეპასუხო, ემღერო ამ ყველაფერში. საოცარი ხო. ჯიში, ჯილაგის მაგრამ აი ეგ არის ხერხემალშიო, ეს კოდია, აი კოდი. გენეტიკურ კოდშია კოდი. შემოგელო, შევითარი რა. ხო და ეხლა ვინ შემოგვიერთით ახლა და მანამ აღლიარ გვისმენთ გადაახვიეთ გირჩევნიათ და ესე მოგვიშვიდეთ ხოლმე ყოველთვის და დარჩენით რომ დარჩებით ჩვენ ერთად დარწმუნებული ვარ ეხლა და გემოვნება თუ გაგაჩნიათ და მე იმედი მაქვს რომ გაგაჩნიათ ვინ ჩვენ გვისმენს ყველას გააჩნიათ ჩემო ბატონო მე მინდა ეხლა თქვენი პედაგოგების შესახებ დავითქვათ ერთი-ორი სიტყვა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? აი ვინ თქვა მაგალითად აი რომ პირველად რომ აი ეს ადამიანი აი ჯერ როგორ დავიწყო? მარიამით დავიწყოთ მეც მაინტერესებს. მარიამის ამბავი მაინტერესებს, მაშინ მე და შაბანს ორივეს და მაშინ შენგან დავიწყებ. აი ვინ იყო პირველი ადამიანი? ხო გასაგებია უკვე ხო ერქომაიშვილია ამაზე დიდი პედაგოგი ვერ უნდა ყავდეს. პედაგოგი ვერ უნდა ყავდეს. ვინ პირველივე ბატონი ანზორი იყო? იცით რა არის აი ძალიან ბევრი პედაგოგის ხელში გავიარე ესე ვთქვათ და ძალიან ბევრი მასწავლებელი მყავდა რომლებიც მინდა რომ მთელი გულით აი უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით მოვიკითხო. იცი რომ გველესიანი დათოს იყო. დიახ, გველესიანი ბატონი დავით გველესიანი მინდა მოვიკითხო აქედან. ნამდვილად მაგრამ ჩემი პირველი პედაგოგი რა თქმა უნდა ნუ ანზორი ბიძია იყო თუმცა აი პირველად აი ეს პედაგოგთან მივედი მაკა ქველაძესთან. ქალბატონ მაკა ქველაძესთან. ეს იყო ჩემი პირველი პედაგოგი. ნუ შემდეგ უკვე ჭოხონელიძეების სტუდიაში ვიყავი, ლაშაღუნტის სტუდიაშიც ვიყავი სხვათა შორის, მაგრამ მე უკვე წავედი ესპანეთში. იქ გადავედი საცხოვრებლად 7 წელი იქ ცხოვრობდი და გალობდი მე როგორც ვიცი ხო თუ არ ვწდები გალობდი კიდევაც და ასევე ნუ რა თქმა უნდა ქართული მუსიკაც არ მიმიტოვებია მადლობა ქალბატონ მაიკო გუბელაძეს იქ არის ეკლესია ემიგრანტებისთვის და იქ ბავშვებს შეესწავლიან სწორედ აი ქართულ მეტყველებას, რელიგიას, გალობას, ცეკვას, ნუ სიმღერას და ასე შემდეგ. და რამდენი ხანი დაყავი ბარიამ? ესპანეთში. ესპანეთში ვცხოვრობდი 7 წელი. აჰა. თუმცა აქედან სტუდიაში თუ არ ვწდები და თუ სწორედ მახსოვს. ეს ბავშვობაში თუ უკვე მოზრდილი იყო? 6 წლის ვიყავი რომ წავედი ესპანეთში საცხოვრებლად და აქვე მინდა გავიხსენო მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ესპანეთში ვცხოვრობდი, მაშინაც რა თქმა უნდა არ შემიწყვიტავს კონტაქტი ანზორ ბიძიასთან, აი ვიდეო საუბრის საშუალებით და სოციალური ქსელის საშუალებით ვეკონტაქტებოდით ხოლმე ერთმანეთს და აი არ გავიდოდა ესე ვთქვათ ზარი ისე რომ ანზორ ბიძიას და მეც და დედასაც და ჩემს ძმასაც ნუ აი მონატრებისგან ცრემლები არ წამოგსვლოდა და უნდოდა ანზორ ბიძიას რომ მე აქ ყოფილიყავი და გამეგრძელებინა ესე ვთქვათ სწავლა და უნდოდა რომ ჩემთვის ხელი მოეკიდა და აი რაც იცოდა ის გადმოეცა ჩემთვის თუმცა რომ ჩამოვედით მალევე გარდაიცვალა რამდენჯერმე მოვასწარით მხოლოდ მისი ნახვა დიახ სამწუხაროდ და
ამან სხვადასხვა ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ამბავმა, იმიტომ რომ მართალია მიყვარდა სიმღერა, მუსიკა და ძალიან როგორ გითხრათ, აი სულში მქონდა რა, თვითონ მუსიკა, სიმღერა, გალობა მით უმეტეს, მაგრამ იმ ამბის შემდეგ რაც მოხდა, უფრო სხვანაირად გავიაზრე ყველაფერი, უფრო გავიზარდე კიდევაც რა თქმა უნდა და აი ღირებულებები აი სხვანაირად ჩამომიყალიბდა, აზროვნებაც სხვანაირად ჩამომიყალიბდა და გავიაზრე რას ნიშნავს იყო ამხელა ადამიანის და ამხელა გვარის შთამომავალი. და მითხარით გამიხარ რაღაც კითხვა მაქვს, ისეთი კითხვა გამიშთა, რომელიც უნდა დავსვა. ეხლა რას ვამბობ, იცი რომ მამა როგორ არის ამასთან დაკავშირებით? კაი, შენ აი ვერ მოესწარი, იმიტომ რომ პატარობისაც აგიყვანეს და 7 წელიწადი და ახალგაზრდა გოგო ხარ და სამწუხაროდ ბატონი ანზორი აღარ არის და მამასთან დაკავშირებით, მამა არ მღერის? მამა არ მღერის, თუმცა არა, ფორტეპიანოზე უკრავდა, მაგრამ სიმღერით არ მღერის. ხმა არ გამოყვა რა, ხმა ხო ის არის, ახლა ყველას ხوار ექნება ხმა. დიახ. ახლა მაშინ გადავალ, კიდე და რა მიგეთქვა ჩემო კარგო? შაბან, აბა შენ ვინ იყო? აბა ვინ გითხრა პირველად? მოდი აქ და დამიჯიქია მე რაღაც მომენტში ჟუანტელმა დამიარა იმ ხრევ რა მარიამ ახსენა რომ სოციალური ქსელის საშუალებით ვესაუბრებოდი ახლა უცებ ყურებში ამიჟღერდა ბატონი ანზორის ხმა, არწივისებური ხმა ქონდა რომ ლაპარაკობდა ისედაც, ხო? მართალია ასაკშიც იყო, მაგრამ მაინც ისეთი რაღაცა აი ქართულ სიტყვაში მჭექარი ბუხუნა ხმა ქონდა რაღაც ისეთი სასწაული და ახლა სიმართლე გითხრა ჟურნალმა დამიარა სულ მართლა. ნუ ჩემი პედაგოგები, პირველი ჩემი უძვირფასესი და პირველი პედაგოგი უკვე ვახსენეს გახდათ ამირამ ნასყიდაშვილი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გახლდათ, ახლაც ასწავლის ამჟამად. და სწორედ ბატონმა ამირანმა გამიხსნა და გამიკვალა გზა მუსიკალურ სამყაროში. რომ არა ეს კაცი ნამდვილად საერთოდ ვერც კი ავიდოდი სცენაზე. შემდეგ იცით, როდესაც უკვე დაიწყო საერთაშორისო კონკურსები, მოხდი ძალიან საოცარი უნიჭიერესი მარიამ ლიკლიკაძის ხელში, თბილისში დავდიოდი მაშინ მის სტუდიაში. შემდეგ ჩემი უძვირფასესი ანრი ჯოხაძე, სრულიად საქართველოს სიამაყე ანრი, რომელთანაც რაღაც გარკვეული ვარჯიშები მქონდა გავლილი, ჩვენ მაშინ დუეტი ქონდა დასახული, მაგრამ ის დუეტი როდის შედგა და როგორ შედგა, კი იცის მე მგონი უკვე ყველამ და 26 მაისს შევასრულეთ ეს საოცარი დუეტი. შემდეგ მე დავმთავრე თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებელი კლასიკური ვოკალის ფაკულტეტი, ჩემი უძვირფასესი ეთერ აგლაძე და მისი ცხონებული მეუღლე ანზორ აგლაძე და აი ასეთი ადამიანების ხელში გავიარე და რაც პირველ რიგში მინდა ვახსენო არის ის, რომ ჩემი დამრიგებელი სკოლაში, რომელსაც უკავშირდება ჩემი აღზრდა, ჩემი ჩამოყალიბება საზოგადოებაში. ეს გახლდათ ლალი ხატიაშვილი, ქალბატონი, რომელმაც პირველად მომასმენინა ჩემი მუსიკალური ღმერთი, ჰამლეტ გონაშვილი. აი ამ ქალბატონს უკავშირდება ეს ყოველივე. რა ხნის იყავი? მაშინ ვიყავი 7 წლის. შაბათ, მაშინ შენ გადაიხარ შენ თავად და მე გადავალ მარიამთან. კონკურსებზე ილაპარაკე. აი, კონკურსებზე რამდენიმე სიტყვა ეხა შენ თქვი და მაინტერესებს, აი, ეს კონკურსები თქვენც, აი, ეს შენ სანამ შემოვიდოდით ვილაპარაკეთ კიდე საზღვარგარეთაც იყო კონკურსები, აქაც იყო კონკურსები. ამ აი კონკურსებთან დაკავშირებით გითხარი ერთი ორი სიტყვით კიდე რა. ეს კონკურსები, როგორც პირველი კონცერტი, აი ესე თქვა. საერთაშორისო დონის კონკურსი პირველი ჩემი იყო ქალაქ ბათუმში 2013 წელს. სადაც საქართველოსდან ჟურის წევრი იყო ანრი ჯოხაძე. რაზეც ძალიან ვინერვიული რა. ახლა ყველა მიცის ანრი არ არის იმ დონის მომღერალი, რომელიც ტყუილად რაღაცას დაწერს, ხო? ანრი თუ რაღაცას დაწერს, ესე იგი მართლა გამიკეთებია რაღაცა, ხო? და პირველი უმაღლესი ქულა ანრიმ დამიწერა, როგორ მოხდა, არ ვიცი. შემდეგ მივიღე მიწვევა ლატვიაში, სადაც გავიმგზავრე, 3 ნომინაციაში გავიმარჯვე, 3 სხვადასხვა კატეგორიის სიმღერა იყო. ეს გახლდათ პირველი ადგილი, მესამე ადგილი და გრან-პრი, მთავარი პრიზი კონკურსის. შემდეგ უკრაინაშიც იყო სხვადასხვა ფესტივალები, სანამ ეს უბედურება ატყდებოდა უკრაინაში, იქამდე დავდიოდი ხოლმე და ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი და პროექტი, პრინციპში მეგა პროექტი, მეგა შოუ ხალხური, რომელიც პირველი არხის ეთერში გავიდა და რომელმაც მომიტანა ქართველი ხალხის სრულიად საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ მე ვიტყოდი გააერთიანა სრულიად მსოფლიო იმ საოცარი პროექტის გარშემო. გარდატეხა მოხდა რა. გარდატეხა იყო, ეს იყო ჩემი სხვადასხვა შეიცვალა რა. პოპულარობის საუკეთესო მართლა მოგონებების და რაც ყველაზე მთავარია ხალხის სიყვარულის ხელმომწერი.
გახდა ეს პროექტი, სადაც შევასრულე და აიგვიანეს ბრწყინვალე შავნაბოდასთან ერთად. ეგ ყველა. მარიამ, შემოგეულო, ჩემი თავი. მე ვიცი რომ ვოისი რაღაცა. თუ მანამდე არა თქვა პირველი კონცერტი ხო მაშინ, პირველი ეს რო ჩამოხვედი, მე უკვე რამდენი წელი იყავი რომ ჩამოხვედი? რომ ჩამოვედი, აქ შემისრულდა 13 წელი უკვე. იქ არ ყოფილა არავითარი, მარტო გასაგალობლები იყო და რაღაცა. არა, იქ რა თქმა უნდა, ეხლა კონცერტები უფრო როგორი კონცერტები იყო, იცით, მშობლებისთვის. გასაგებია ხო. და აქ რაღაცა ვოისამდე იყო კიდე რაღაც კონცერტები და რაღაცები ხო და აქ თავიდანვე კი, პატარა ვიყავი. არა, ვოიში არ ყოფილა. ვოიში არ ყოფილა, ხარ მაპატი. საქართველოს ხმაში. საქართველოს ხმაში ხო, კაი, შემოგარგო. პირველი კონცერტი ზუსტად არ მახსოვს. რომელი იყო? თუმცა საკმაოდ პატარა ვიყავი. ალბათ 6-5 წლის ვიქნებოდი, დაახლოებით ასე. პროექტს რაც შეეხება წინა წელს, უკვე წინა წელს, გაზაფხულის პერიოდში, ესე აპრილი-მარტში დაიწყო პროექტი საქართველოს ხმა. საიდანაც დამირეკეს და შემომთავაზეს რომ ხომ არ გინდა რომ სცადობედი და მოხვიდე და შენთვის იქნებაო ძალიან კარგი გამოცდილებაო და მე სხვადასხვა ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რადგან არ ვიყავი დიდად კონკურსში გასვლის მომხრე. რატომღაც არასდროს არ მქონია მაგის სურვილი. თუმცა გადავდგეს ნაბიჯები, სწორედ გადამადგმევინეს, რა თქმა უნდა ეს ოჯახის ხარდაჭერითაც იყო, მეგობრების ხარდაჭერით, პედაგოგების და მივედი და შემდეგ ისე მოხდა, რომ გადავლახე პირველი, მეორე, მესამე ტური და მოვხვდი ათეულში. და მარიამ, მე წარმატების გარდა კიდე ხო რაღაც გარკვეული შაბათსაც მინდა იგივე შევეკითხო მე, ჯერ შეგიკითხავ. რაღაცა სტრესიც არის, არა? რაღაცა არ არის, ეხლა მაგ კონკურსში რაღაცა ნერვიულობა, ამდენი რაღაცა ცოტა სტრესიც არ არის, ეხლა ეს მარტო წარმატები და ბედნიერება მარტო არ არის. რაღაც ცოტა შეშიც მოგვლენიც არის ეს ყველაფერი, ამდენი სტრესი, ნერვიულობა არა? იცით რა არის, გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ გარემოში ხარ. თუ გარშემომყოფები ისეთ სიტუაციას გიქმნიან, რომ ზედმეტად არ დაისტრესო, მაშინ შენთვის ეგ იქნება როგორც ჩვეულებრივი კონცერტი. ჩემთვის პირადად, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან პირველი კონკურსი იყო და ძალიან ვღელავდი. მაგრამ მეშვებას ზუსტად ის მაძლევდა, რომ გავდიოდი უკვე რომ უნდა დამდგარიყავი სცენაზე და უნდა დამეწყო სიმღერა, გულშემატკივრების სახებს რომ ხედავდი, ჩემი ახლო ადამიანების სახებს რომ ხედავდი, მე უგრძნობდი რომ მათ ვუმღეროდი და ასევე მინდა ასეთი რამ ვახსენო. პირველი ტურის გადაღება რომ იყო, დედა ჩემი მყავდა გვერდში. და დედამ გამაცილა, ესე ვთქვათ, სცენამდე და ასე მეუბნებოდა, რომ ახლა წარმომიდგენიაო, რომ იქო მაღლაო, სადაც არის ვანზორიო, ესე ალბათ ფეხი-ფეხზე გადადებული აქვს და ის თავისი ჯდომა ჰქონდა ესე ხელებს ესე გააკეთებდა და ფეხი-ფეხზე გადადებული ჰქონდა ისე მისმენდა და ახლა წარმომიდგენიაო, რომ ეგრე ზის და ეგრე გისმენსო და მაგან არ ვიცი სტიმული, რაღაც ძალა მომცა იმისთვის რომ გავსულიყავი და ისე გავედი და გამოვედი, ვერც ვერაფერი ვერ მიგრძნია, ვერც ღელვა, ვერც ვერაფერი. დარწმუნებული ვარ მართლა გისმენ და კი, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არის ფიზიკურად გრძნობრო ჩემთან არის. კი, ბატონო, ეგრეც არის რა. თვითონ ჩვენგანთან არის. ჩვენთან არის, ეგეთი ადამიანები ყოველთვის ჩვენთან არის. ნამდვილად. და შაბათ შენ რა სიტყვი, ნერვიულობასთან დაკავშირებით? ახლაც ნერვიულობ თუ? მე სხვათა შორის მე ყოველთვის მაქვს ხოლმე ის განცდა, იმიტომ რომ ნახეთ არ აქვს მნიშვნელობა კონკურსი იქნება, უბრალოდ კონცერტი, გადაცემა, ეთერ ნებისმიერი ჩემი გამოსვლა უკავშირდება ჩემს ქვეყანას. ჩემს საქართველოს. შესაბამისად, მე როდესაც გამოვდივარ პირველ რიგში საქართველოს სახელით გამოვდივარ ყველგან, განსაკუთრებით საერთაშორისო კონკურს ფესტივალებზე. მათ შორის ნებისმიერ ადგილობრივ გადაცემასა თუ კონკურსში თუ კონცერტზე. ჩოხა არ გაიხადა, ბატონო, ჩარტო ეს გიქხესო. ჩოხა გაიხადეო საფრანგეთში, თუმცა და იტალიური სიმღერა უნდა იმღერა და ჩოხა გაიხადეო იქ ეხლა და არ გავიხდიო. მაშინ მომხსენითო კონკურსიდან. ისე რომ იცოდეთ ეს ჩარტო გავაკეთე რა. სადამ შემოვიდოდი მიყვებოდა რა. ჩოხა არ გაიხადა კაცმა, აზერბაიჯანელმა კაცმა ამას ენასწავლა. ჩვენ იმიტავი, აბა ეხლა ბანი ერთი ორი ქართველი გაიხდი და მაგ ჩოხას მართალი იქხათ ისე. მეცით მახსოვს, მარიამ მახსენა ბატონი ანზორის
ამბავი, როდესაც წარმოვიდგინე, რომ ბატონი აზური მისმენსო და მე მახსოვს, როდესაც გავედი პირველად სცენაზე, პროექტი ხალხური იყო მაშინ. მაშინ საერთოდ არ მქონია გამოცდილება შავნაბადასთან რომ ემღერა, მხელა ანსამბლი მიდგას უკან, ყველაფერი მოკლედ და პირველი რაც თქვი მახსოვს გულში იყო ასეთი სიტყვები: ჰამლეტ შენთვის. რას ნიშნავს სიტყვა ჰამლეტ შენთვის? მე ეს ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე და მე ჩემი მიზანი იყო რომ გამგრძელებინა ჰამლეტ გონაშვილის ხაზი, არა მისი მიბაძვით, არა მისი დაკოპირებით, რაც არის შეუძლებელი. არც ერთი ადამიანი არ უნდა ეცადოს ამას. და ვერც კი მიბაძავენ ბატონ ჰამლეტს. ეს იყო რაღაც განუმეორებელი, რაღაც ორიგინალური, საუკუნოვანი ხმა. კი ბატონო. ხაზის გაგრძელება ნიშნავს იმ სისადავის, იმ სტილის, იმ მანერის გადმოღებას და შემდეგ უკვე განვითარებას, რასაც დიდებულად აკეთებდა თავად ჰამლეტ გონაშვილი. იგი საათობით უსმენდა სხვადასხვა მომღერალს და შემდეგ ამ ყველაფერზე დაფუძნებით, ამ ყოველივე საფუძველზე უკვე აშენებდა თავის რაღაც უნიკალურ სტილს, რომელიც დაგვრჩა ჩვენ. ანალოგიურს ვაკეთებ მე, როდესაც ვიძახი რომ ხაზის გაგრძელება სწორედ აი ეს მაქვს მხედველობაში. და მინდა გითხრა შაბან ჩემო კარგო რომ ეს პირველი მე არა ვარ ახლა რომელიც მაგას ვიტყვი ნამდვილად ვიცი რომ ყველა სახსენებ იმკან შენ ჯვარი გეწეროს პედნიერად იყავი ჯამთელად იყავი ჯანზე იყავი და ვერფა გაანათლოს გამით მაგრამ აი მე მგონია რომ აი როგორ გითხრა რა საოცარი რაღაცა გაქვს შენ აქ არ ვიცი ეს ძალიან ბევრმა მუსიკოსმა თქვა რომ ეს არ არის ხელი იჩი მარტო აქ არის რაღაცა არ ვიცი ყელის მდგომარეობა თუ რაღაც სხვანაირი ფორმა აქვს თუ არ ესე ხდება ხო ეს იშვიათობაა გამლეტი ეს ჩაბილაგე შაბანი 25 წლის ბიჭია ჯერ სადახარ ჩემო შაბან ეხლა შენ დახე დაიფყრო ფსობ ნახევარ მსოფლიოს ტრიანს ის კი არა რა ნახევარს ეხლა რა მაინტერესებს აუ შემაწუხა ჩემო პროდიუსერმა ყურში რა ბიჭო აკაპელა აქ რაღაცა რა მომზადებულიო და შეგიძლია თუ შეგიძლია რომ შეგვისრულო ჩემო ძალიან მიყვარს სიმღერა მთავრად მუშვი ჩვენი უძირფასესი ზვიად მიჩელაშვილი ასრულებს ამას რაღაც განსაკუთრებული სიფაქიზით და საოცრად და მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა ძალიან მოკლედ ვეცდები რომ შევასრულო. ჰარი ჰარალი არალო ჰარი არალი ჰარალი ჰარა გადამიშვი მოთაო გადამიშვი რანისალი მოგიხვევანია ასიქით ჩემი მიჯნური ჩემი მიჯნური სხვასავისამე სამოუხვევანია არო არალი არალი არალო ეს მოკლე მადლობა დიდი მადლობა შაბან ჩემო კარგო რავი ცოტა ხანი მივიდო გადავდო ცოტა დროებით მუსიკა გვერდზე და მაინტერესებს ახლა რომ აი რა ხაი სხვა ინტერესები გააქვთ რამე აი თუ გაქვთ დავიწყოთ მარიამით თუ შაბანით მარიამით დავიწყოთ მაშინ აი სხვა ინტერესები თუ გაქვთ რამე აი მაგალითად ახლა მე ვიცი რომ შაბანს აქვს რაღაცა ინფორმატიკა და ტექნიკური მეცნიერება აინტერესებს ხო და თელი ამბავი და შენ რამე აქ აი ხა მე გადავარ შაბანთან აბა მითხარი მარიამ თუ გაქვთ რამე სხვა რაღაცა გურბანი ხوار ხوارქსო ხوار ზერწაო სხვადასხვა ბორჯერ მიფიქრია მაგაზე მაგრამ ნუ საბოლოოდ მაინც იქამდე მივსულვარ რომ აი ჩემი ერთადერთი საქმე არის მუსიკა აი რა თქმა უნდა ექსო ახსენეთ რა თქმა უნდა მიყვარს ეგეთ რაღაცებით ესე ვთქვათ გართობა წერა კითხვა მაგრამ აი მაინც მთავარი საქმე რითიც მე შეპყრობილი ვარ და ესე ვთქვათ რამაც დამიმონა ეს არის მუსიკა
აი რა ვიცი, მაგის გარეშე ალბათ მე ვერც ვისუნთქებ. შეპრობილები რო ხართ ორივე კატო. დიბატები რა. თუმცა აი სიმღერის გარდა მე წელს ვარ აბიტურიენტი და წელს ვაბარებ კონსერვატორიაში საგუნდესო დირიჟოროს განხრით. აჰა. და ბატონი ომარ ბურდული მამეცადინებს დირიჟორობაში და ასევე მღერი თბილისის ქალთა გუნდში ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და ჩემ მეგობრებიც მან მღერიან სხვათა შორის თუ იცნობ მარიამ ვახტანგიშვილი, ანა ვახტანგიშვილი, დები ვახტანგიშვილები მან მღერიან და საოცარი გოგონები. ომარ ბურდულს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით, ძალიან დიდ პატივსცემა მას და მოვიკითხოთ შეუძლია. მარიამი ნამდვილად დაამშვენებს თბილისის გოგონათა გუნდს მართლა. რა თქმა უნდა, რა სიზამს. შაბან, შენი ინტერესები გითხარი. ნუ, იცი ხალხი დერაო ტექნიკური, ვერ ვიმეორებ თუ ინფორმაციული ტექნოლოგიები. აი, საზოგადოდ გავრცელებული IT. აი რო აი, ვერ ვიმეორებ სიტყვებს, კი არა. ხო, პრინციპში ბავშვობიდან დაიწყო ეს კომპიუტერული ინტერესი ჩემი. რაღაც პერიოდში მე დავიწყე პროგრამირების სწავლა, შემდეგ შევეშვი ისევ დავიწყე. ამჟამად ვიცი ცოტა hypertext markup language, ანუ ეს არის ჰიპერტექსტული მონიშნის ენა, ეგრეთ წოდებული რომ გადმოვთარგმნოთ, ამით იწერება ვებგვერდები. ძალიან პატარა ისეთი რაღაცებს წერ ხოლმე ჩემთვის, მაგრამ თავარი მაინც პროგრამირებას ჯერ ვსწავლობ. ეს არ ითვლება პროგრამირებაში. და რა თქმა უნდა, ჩემი ალბათ სრულიად საქართველოს გაიგო ყავისადმი ჩემი სიყვარული. აი ეს ყავა უბრალოდ სასმელი აღარ არის, იცით, ჩემთვის ეს არის რაღაც უფრო პროფესიულ დონეზეც კი უკვე. ბევრი რაღაცა, აი ბევრი სახეობა ყავის ბლენდების გაკეთება, დაუშვათ იქ რომელი ჭიქა, რომელი ყავისთვის შეიძლება უფრო უკეთესი იყოს, რატომ შეიძლება იყოს უკეთესი, ამა და ამ მარცვალს მაგალითად რა განსხვავება აქვს, ეს განსხვავება როგორ გემოსქმნის და ზოგადად არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ვიტყვი რომ ნამდვილად კარგ ყავას ვაკეთებ. ვაში გენაცვალე. ის კი არა რომ შემოგდიოდი, რაღაცა გიყიდია, თუმცა თვითონ დამზადებ. ხო, ეს აპარატია თავის რძის სისტემით და ყველაფრით მოკლედ მთელი ჩემი სანათესაო ჩემთან დადის უკვე მაგის გამო. ხო და რა თქმა უნდა, ნუ მუსიკა. მე თან ყავის ქვეყანაში ვარ, კოსტა-რიკაში ვარ. კოსტა-რიკაში ხო. ხო, საოცარი. ერთხელ მეც მინდა სხვათა შორის კოსტა-რიკაში. გული კიდე გამამისტო, პატარა ერთი წვეთი ყავა დავლიე, თურმე არ შეიძლება პირდაპირ დალევა, გული კიდე გამომივარ და სამგულიეთან და ძლივს გადავრჩი რა, მაგას გეუბნები, გიყვებოდი რომ შემოვიდოდი ბანავდი. ამ ყველაფრის გარდა რა თქმა უნდა, მუსიკა თუ სწორად მახსოვს ეს ფრიდრიხ ნიშე მახსენა ესეთი რაღაც სიტყვა, მუსიკის გარეშე ცხოვრება დიდი შეცდომაა. ნამდვილად ასეა. აბა მართლა შეპყრობილი ვარ მუსიკით, როგორც მარიამმა თქვა. არ შემიძლია რა. მე აი ადამიანი ხო შეიძლება რომ იღვიძებდეს და უშუალოდ რაღაცა სხვა რაღაცა წარმოთქვას. მე არა, მე რო ვიღვიძებ, არის ეგრევე. აი ხო მაგ დროს ხო ყელიდან არ არის რაღაცა არავითარ ფორმაში, ხო მაინც არ შემიძლია ნუ რა გავაკეთო. და ის რა მაინტერესებს შაბანი, იცი? ჯერ მე ერთი ტრადიცია ხوار და ვარ გიოთ მეთქი და რამე ერთი პატარა კუპლეტს ხوار და გვიმღერებ აი მუღამს ან რაღაცა აზერბაიჯანულს რაღაცა შეიძლება რომ ერთი აი დავსვი ერთხელ მეუხერხულებოდა მეთქი იქნება რაღაცა და ისე წიამზე კი აპინდაპირ სიამოვნებით ძალიან მიყვარს მე საოცარი რა რა მე ძალიან მიყვარს და იმიტომ იქნება ერთი აზერბაიჯანული ფოლკლორი ძალიან მდიდარია აბა ერთი კუპლეტი თქვია მუღამისა რა Saçın hörmezler, gülü solu dermezler, sarı gelin. Saçın ucun hörmezler, gülü solu dermezler, sarı gelin. Bu sevda ne sevdadı, seni bana vermezler. Neylim aman aman, neylim aman aman, sarı gelin. სიტყვა სარგელი ემრიელი რა უთქბილი რა გითხრა რაზე იყო ეს იმღერა ეხლა ეს არის მოკლედ ქერა პატარძალზე რომელსაც არაყოლებენ მოკლედ ამ ბიჭს ღარიბი თავისთვის მეცხვარი ბიჭია მწყემსი ბიჭია და სხვა რა გზა ქონდა ხო ქონდა იმის თავისი სალამურის ფორმის სხვათა შორის ერთი საკრავი აქვს რომელსაც ნეის ეძახიან ხოლმე თურქეთში და დადიოდა ამ თავისი სალამურით და დამღეროდა ამ თავის ბედს აი ამ სიმღერას და უკრავდა თან და ეს აქედან არის ვა ეს როგორი სევდიანი ისტორია ხედავ
გენაცვალე, ჩემი თავი, დიდი მადლობა. მე მაინტერესებს, ახლა თუ ყავთ საყვარელი კომპოზიტორები, მარიამ, შენ დავიწყებ ფაში. ვინ არის შენი საყვარელი კომპოზიტორები? მაგალითად, ქართულის გარდა თუ კიდე ვინმე არიან ისეთები, იქითაც კაცო რა არის აუცილებელი. აი რას უსმენ, კლასიკას უსმენ, აი ვინ არის შენი ესტრადიდან თქვათ პოპი, საგაც მდოხე ჩვენ დროს ვიცი იყო და ახლა ჩვენ დროს ხაები. ახლა ვინ არიან შენთვის აი საყვარელი კომპოზიტორები, ვიცი? ვისაც უსმენ. ქართულ მუსიკაში, ქართულ ესტრადაში ჩემი საყვარელი კომპოზიტორი არის მაცაცო სეფისკვერაძე. აი მაცაცოს სიმღერებზე გიждდები, რასაც ქვია, იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ, ის სიყვარულზე არის, გაზაფხულზე არის და აი ძალიან ლამაზი მელოდიები აქვს. ასევე საგუნდო მუსიკაში ძალიან მიყვარს იოსებ კეჭაყმაძე. აი იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებებზე აი მართლა გიждდები თბილისის ქალთა გუნდში. ჩვენი რეპერტუარი ქალთა გუნდში მდიდარი არის იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებებით და არ ვიცი, ეს ძალიან დიდი ბედნიერება არის, რომ მე შემიძლია და ბედნიერება მაქვს მართლა, რომ შევასრულო მისი ეს ნაწარმოებები ისეთ გუნდში, როგორიც არის თბილისის ქალთა გუნდი. და იქით ხო არა ყავს ვინმე კორიფეები, საზღვარს იქით. სხვადასხვა ესე კომპოზიტორები, როგორც აი კომპოზიტორ მომღერლები. ჩემი საყვარელი მომღერალი უცხოელი არის ადელი. ადელი კაი მომღერალი. ადელი არის ჩემი საყვარელი მომღერალი და მას თავისი სიმღერებიც აქვს, რა თქმა უნდა დაწერილი და ალბათ მაინც ადილს დავასახელებ პირველი ის მახსენდება ყოველთვის ამ შემთხვევაში. კარგი, შაბან შენას გვეთქვი ამასთან დაკავშირებით. ნუ ჩემი პირველი რა თქმა უნდა ჩემი უძვირფასესი ზურაბმჟავია. საოცარი მართლა ესეთი სიმღერები აქვს. საერთოდ როგორი წერებოდა ეს სიმღერები მე არ ვიცი რა. დიდი სიყვარული და დიდი პატივისცემა მაქვს ბატონი ზურაბის, მე ვიცნობ პირადად ბატონ ზურაბს და გოგი ცაბაძე, ჩემი ძვირფასი ცაბაძე, ხო? მაცაცო სეფისკვერაძე ჩვენი უსაყვარლესი მართლა საოცარი სიმღერებით გამოირჩევა ქალბატონი მაცაცო სეფისკვერაძე და ნუ მომღერლები ალბათ ცაბაძე თავად გენიალური მომღერალი გახლდათ ეს არ ვიცი მე ესეთი ნამღერი გულით ნამღერი ძალიან იშვიათია მართლა რო უსმენ ხვდები თუ რა თემატიკაზე მღერის ნუ დიდებული ჰამლეტ გონაშვილი რომელიც მუსიკალურ ღმერთად მყავს მე პირადად მართლა თუ კი ვინმე შეიძლება რომ გავაღმერთოთ ეს გახლავთ ბატონი ჰამლეტ გონაშვილი გოგი დოლიძე უძვირფასესი ჩემი უსაყვარლესი ანრი ჯოხაძე რომელიც თავად კომპოზიტორია ისი ცხონებული დედა რუსუდან ჩხაიძე საოცარი კომპოზიტორი გახლდათ და აი ასეთი მართლაც რომ კორიფეები საოცარი უცხოელებიდან პრინციპში კომპოზიტორი არ ვიცი რამდენად მაგრამ ფრანკ სინატრა მომწონს ძალიან მიყვარს განსაკუთრებით მისი My Way ძალიან საოცარი სიმღერაა აი მომღერალი ნამდვილად რა შაბაში ხა გეგმებზე კი მელაპარაკა მარიამი მაგრამ შენ არ გითქვია აი ხა ამჟამად რა გაგეგმები რა თუ რაც ხა ზოგჯერ არ უნდა ხა არ ლაპარაკობენ ხოლმე ხალხ თავის გეგმებზე მარიამმა თქვა რომ აგერ აბიტურიენტია და შეუბატონო აბარებს შენ რა ხდება შენკენ აგერ ახლო მომავალში პრინციპში ჩემ ახლო მომავალში ჯერჯერობით ალბათ არ ვიცი რა ხდება იმიტომ რომ თუ რამე მიწვევა იქნება თუ რამე კონცერტი დაიგეგმება ამას აუცილებლად ყველა გაიგებს მაგრამ ერთადერთი გეგმა რა შეიძლება იყოს ხო რომ არა საზოგადოებაში კიდევ და კიდევ სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება. კიდევ უფრო სასარგებლოდ რომ გამოვადგეს საზოგადოებას. ხო და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი სურვილია ჩემი ესეთი, რომ რომელიმე ანსამბლში დაუშვათ თუ მოხერხდება, იქნებ მოხერხდეს ჩემი შესვლა ამ ანსამბლში და შემდეგ ავაღორძინოთ და ავაყვავოთ კიდევ და კიდევ ეს ჩვენი გენიალური მართლა იდენტობა ქართული სიმღერა, რასაც გენაცვალეთ მე თქვენ რა და მაგრამ ეხა ისე ბოლოსკენ მივდივართ ეხა რა ვქნათ მაგრამ ეხა რა მინდა იცი რომ ერთმანეთზე თითო სიტყვა რო თქვა აი თქვენ რას ფიქრობთ აი მარიამ შენ შაბანზე და შაბან შენ მარიამზე მარიამზე მოკლედ ვერ ვიტყვი მე მაგრამ ვეცდები შეეცადე რა შეიძლება ლაკონურად თუ თქვა ჩემო კარგო აი რა სიტყვი მარიამზე ნუ პირველ რიგში რომ უნიჭიერესია და უსაყვარლესი გოგონა ამას მე მგონი ნამდვილად სრულიად საქართველოს ხდება აბოიშიც მოусმენიათ მარიამი ხო საქართველოს ხმაში და რა თქმა უნდა ვიტყოდი ერთ რაღაცას რა რომ ის არის ღირსეული გვარის საამაყო გამგრძელებელი მე ეს არაერთხელ ვახსენე და ნამდვილად ასეა ღირსეული გვარის ნამდვილად საამაყო გამგრძელებელია მარიამი ეშმალიტა შემოკარგო შენ შემოგივლო შემიწავი რა სიტყვი შაბანს მეც ვერ ვისაუბრებ ესე მოკლედ
შაბანზე, მაგრამ რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ პირველად მე შაბანის ნამღერი მოვისმინე აი პროექტში რომ იღებულობდა მონაწილეობას ხალხური. და აი მაკედანვე აი ზუსტად არ მახსოვს ოროველა იყო თუ არ ვცდები დაიგვიანეს ისე იმღერა რომ აი მართლა აი საოცრება ჟრუანტელმა გამიარა საოცრება უდიდესი სიმღერის კულტურა აქვს ამ ადამიანს და წეგანაც აი აკაპელები რო იმღერა ყველას არ შეუძლია მართალია საქართველოში ძალიან ბევრი მღერის ძალიან ბევრი არა ამას რაც უნდა იმეცადინო ვერ იზამ რა მაგრამ აი ეს არის რაღაცა შინაგანი კულტურა რომელიც აქვს ადამიანს და ანუ იმდენად როგორ აი ღუღუნა და თბილი ხმა აქვს აი რომელიც აი ყურში გესიამოვნებ ხო შეიძლება რომ აი ყველაფერი არ მოგეწონოს აი მაგალითად რასაც ადამიანი შეასრულებს მაგრამ აი იმდენად თბილი და ღუღუნა ხმა აქვს რომ აი აქეთ ესტრადა აქეთ ხალხური იმდენად გემოვნებით ასრულებს ამ ყველა სიმღერას რომ ძალიან სასიამოვნო მოსასმენი არის და ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება არის მასთან ერთად დღეს რომ მომიწეს სიმღერა. პირიქით, ჩემთვის არის ბედნიერება შემოკარგებო რომ დღეს თქვენ იყავით ჩემი სტუმრები და თქვენ რომ საერთოდ არსებობთ რა. მადლობა ღმერთს, მადლობა უფალს, მადლობა თქვენ მშობლებს, თქვენს გამზრდელებს, თქვენ მასწავლებლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აი იოტისოდენი მაინც აი პატარა აგური, დიდი აგური ვის დადო ხო იმას გაუბარჯოს და მრავალჟამიერი და ვინც აი პატარა აგურიც რო დადო იმასაც, აი არც ერთი არ გამომრჩება, რომ თქვენარი ადამიანები მოვიდნენ და დღეს აი არ ვიცი, აი მე ვარ უგრბესი, აი ხო გეუბნებით რა ეს იქონია სუბურძგლი მაქვს ერთი საათის განმავლობაში ეხლა თქვენ რომ გისმენთ რა და მე მინდა რა ეხლა დავთავრებისკენ დავამთავროთ თქვენი დღევანდელი გადაცემა სამწუხაროდ და უთხრა ჩემს სპედელს რომ ეს იყო ჩემო ბატონო თავისუფალი სივრცე რადიო და 98 და 5 და იყო ჭაპანას პაპანაკება და დაგვიმეგობდით ჩვენთან YouTube-ზე შემოდით ვისმინეთ აი ესეთი საოცარი ადამიანები შევეცდებით ახლა დაგმირდებით ყველა ეს იქნება თქო მაგრამ შევეცდებით ყველანაირად რომ აი ესეთი საოცარი ადამიანები იყვნენ ჩვენი სტუმრები უღრმესი მადლობა მინდა მოგახსენოთ ჩემო მშვენიერებო ჩემო ლამაზებო ჩემთვის დიდი პატივია რა კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენაერი ადამიანები თქვენაერი ახალგაზრდები რო არიან მე აი ესე კარგათა ვარ რა უკვე სიკვდილისაც კი არ მეშინია მართალია თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი რა კარგად იყავით და შეგვისრულეთ რა და გავიდეთ ეთერიდან წყნარად თქვენი სირინოზის ხმებით რა თქვენ მინდორ გავიდეთ ეთერიდან ხო მინდორ გავიდეთ ეთერიდან ჩემო კარგო როგორ თქვენ ბძანეთ მინდრად დაგიჭერ პეპელოს თუ გამოდგება მარაოდ ჩამოგაფარებ სახეზე და მზის გადაგიფარო მიშვილ ქაშერთხელ გაკოცებდელია თუ ერთხელ გოცნა გმარაოდელია მინდრად დაგიჭერ პეპელასტელია თუ გამოდგება მარაოდელია იცოდე ყველა ასაკში გული რომ მხოლოდ გულია და სიყვარულთან თამაში სასტიკად აკრძალულია როგორც უთქვამთ ასაკიოდელია სიყვარულმა არიცისოდელია და სიყვარულთან თამაშიდელია სასტიკად აკრძალულია